და პროკურატურიდან მოპოვებული მტკიცებულებები, რომელიც ნიკ ამელიას საქმეს თავდაყირა აყენებს, ახალ ვიდეო მასალაზე განცხადება სამ წუთებში თავად ნიკ ამელია აკეთებს, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. გუშინ გვიან საღამოს ალბათ უკვე ყველამ ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ახალი ვიდეო მასალა, ესე იგი 21 დღის შემდეგ. ანუ გუშინ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეო კადრებმა სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე ქართული ოცნება ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა თავდაყირად დადგა და მთლიანად დაინგრა. პროპაგანდა, რომელიც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში 20 ივნისიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების დარბევის, უბრალოდ უმოწყალო დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, ვინაიდან მათ დაინახეს მყისიერი საფრთხე პარლამენტზე შტურმის მიტანისა მომიტინგეების მხრიდან. თუმცა გუშინ გავრცელებულმა ვიდეო მასალამ მართლაც სრულიად საპირისპირო რამ დაადასტურა ის, რომ ღამის საათებში დაახლოებით 12-ის ნახევარზე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის მეც, ხალხისგან ნება დართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ საშვი და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად იმ დროს, როდესაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო და პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი არ შეიმჩნეოდა არანაირი შეხლა შემოხლა. რბილად რო თქვა, არანაირი შეხლა შემოხლა და აი ამ დროს დაიწყეს უმოწყალო დარბევა და ეს დარბევა გაგრძელდა საათების განმავლობაში დაახლოებით დილის 6 საათამდე. ახლა ნამდვილად არ მინდა და არ ვაპირებ მოტივების განჟას, თქვენთვის მომინდია ძვირფასო მაყურებლებო, ეს დღეს უბრალოდ მხოლოდ ფაქტია, რომ მშვიდობიანი პროტესტით პატრიოტი ადამიანები, გავრილოვის ქვეყნიდან გამძევებლები, ეროვნული ღირსების დამცველები, თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების პროტესტის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმ უმოწყალო მეთოდებით, რომელიც ვიხილეთ, მაშინ, როდესაც არანაირი აუცილებლობა არ იყო. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ეს დარბევა, კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ, როცა იყო აბსოლუტური სიმშვიდე და მადლობა ღმერთს, ეს კადრები ჩვენ მოვიპოვეთ გვიან, მაგრამ მაინც მოვიპოვეთ 21 დღის თავზე და 40 წუთიანი უწყვეტი ვიდეო მასალა იძლევა შესაძლებლობას, რომ რეალობა საბოლოოდ დამტკიცდეს და არც ერთ ქართული ოცნების გულმხურვალე წარმომადგენელს აღარ ექნება ამიერიდან, აღარ აქვს უკვე ამიერიდან შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ დარბევა იყო გამართლებული. მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა შემდეგ გარემოებას, რომელიც ნამდვილად მახარებს და რა მახარებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. დიახაც, შესაძლებელია ერთ პატიოსან ადამიანს მაინც ეფიქრა ამ ქვეყანაში, რომ მისი გულწრფელი პროტესტი რაიმე სახით მაინც დავაზიანე მე პირადად 20 ივნისს. მიუხედავად პროპაგანდისა, რომელსაც აწარმოებდა ქართული ოცნება. შეიძლება ეფიქრა. და დიახაც, მიხარია, რომ დღეს ამ ადამიანების წინაშე ვარ პირნათელი იმ გულწრფელი ემოციების წინაშე, რომელიც ამოძრავებს ათასობით ახალგაზრდას და არა მხოლოდ ახალგაზრდას და ითხოვს ერთადერთ რამეს: დაისაჯოს ჯალათი გახარია. დიახაც, ჯალათმა გახარიამ ივანიშვილთან ერთად მოახერხა და ხელებ აწეულ ახალგაზრდებს ესოლა დამიზნებით სახის არეში. ხელებ აწეულ მომღიმარ ახალგაზრდებს ესროდა. ზდია გმირთა მოედნამდე, საბურთალოს სხვადასხვა მიკროუბნებამდე და ცდილობდა ამ დღეების განმავლობაში რეალობა გაესაღებია სხვაგვარად.
ამიტომ მე არავისთვის ნიშნის მოგებას ეხლა ნამდვილად არ ვაპირებ, მათ შორის იმ 93 დეპუტატის მიმართ არ მაქვს არანაირი ნიშნის მოგების სურვილი, უბრალოდ ხახნო 93 დეპუტატს მიმართავ. ძალიან თქო გავიაზროთ, რომ თქვენ ხართ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის დეპუტატები ქართული ოცნების უმრავლესობის წევრები. და თქვენ ნიკა მელიას კი არ გაუკეთეთ არაფრის გამო ეს სამაჯური და არაფრის გამო კი არ დააკავეთ ის 4 ახალგაზრდა, რომელიც დიახაც არაფრის გამო გიზით ციხეში. ეს არ იყო თავდასხმა სპეცნაზზე, რის გამოც თქვენ თითქოს დაიჭიეთ ეს 4 ადამიანი. ეს იყო დიახაც ამ ყველაფრის შემდეგ შეტაკება ანზორ ჩუბინიძეს რაზმთან. არანაირი სპეცნაზმელები ის 40-50 ადამიანი არ გახლავთ. ისინი იყვნენ რუსეთის ინტერესების დაცვის სამსახურში ჩამდგარი ხალხი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი ბატონი ჩუბინიძე. ამიტომ მე მოუწოდებ ხელისუფლებას არ გაკადნიერდეთ და გუშინდელი გავრცელებული მასალის შემდეგ მაინც არ დაიწყოთ საუბარი იმაზე, რომ არსებობდა გარდაუვალი აუცილებლობა და საჭიროება თვალების დათხრისა და ადამიანებზე დევნის გამოცხადება 5-6 საათის განმავლობაში. დიდი მადლობა.